საწარმოებისთვის ფინანსური ანგარიშგების წარდგენის ბოლო ვადა იწურება, საუბარს ბიზნესის გადასახედიდან გავაგრძელებ. ჩვენი გადაცემის სტუმარი ბუღალტერთა კავშირის დირექტორი ტატიანა ბერიძია. მასთან ერთად განვიხილავთ თუ რამდენად არიან მზად საწარმოები ამ მოთხოვნების საპასუხოდ და რა გამოწვევების წინაშე არიან ბუღალტრები. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა გადაცემის სტუმრობისთვის. გადაცემის პირველ ნაწილში ჩვენ ვსაუბრობდით სამსახურის წარმომადგენელთან უშუალოდ რა ვალდებულებები აქვთ საწარმოებს, რა ტიპის საწარმოებს შეეხებათ ეს ანგარიშგების წარდგენა. თქვენი გადმოსახედიდან რამდენად აქვს მნიშვნელობა ამ ვადების დაცვას და რატომ არის მნიშვნელოვანი რომ ეს ფინანსური ანგარიშგების დოკუმენტი დროულად იყოს წარდგენილი? პირველ რიგში მადლობა მოწვევისათვის. როგორც ყოველთვის მწვავე და ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. დღეს რო გადახედოთ სრულიად ფინანსურ, ასე ვთქვათ, სამყაროს საქართველოში ფაქტობრივად იგივე მზადება არის, როგორც ოჯახებში ხოლმე ახალი წლისათვის. ცოტა მეტად მინდა ჩავშალო, იმიტომ მინდა მეწარმეებსაც დავანახო მათი ინტერესი ფინანსურ ანგარიშგების ნაწილში. ეს მზადება იმითი არის გამოწვეული, რომ ფაქტობრივად ჩვენ, ანუ მთელი წლის ნამუშევარს, მთელი წლის ისტორიას კომპანიის ვდებთ იმ კონკრეტულ ფინანსური ანგარიშგების ფორმებში, რომლის წაკითხვაც თვითონ უშუალოდ ბიზნესის მეპატრონისთვის შეიძლება ითქვას, რომ ბიზნესისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და აუცილებლად მინდა და მაქვს ძალიან დიდი სურვილი, რომ მეწარმეება პირველ რიგში ის გაეგონ, რომ ეს არის რაღაც ფორმალური მზადება, ეს არის ისეთი ფორმალური დოკუმენტები, რომლებიც უბრალოდ სადღაც უნდა ჩავაბაროთ, არამედ ეს არის მთლიანად თავიანთი ბიზნესის ანალიზი, მთელი ერთი გავლილი წელი შეუძლიათ სრულად ნახოთ, იქ შეუძლიათ ნახოთ, რამდენი არის მათი მოგება, როგორ ხდება ფულის მოძრაობა, რა აქვთ დაუშვათ თავიანთ კაპიტალში, რა აქვთ ქონებაში და ასე შემდეგ. რაც შეეხება ვადებს, ვადები თავისთავადია ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ ეს დადგენილია თვითონ უშუალოდ კანონმდებლობით. 1 ოქტომბერია ბოლო ვადა კიდევ ერთხელ აუხსნათ მაყურებელს. ბოლო ვადა აუცილებლად ეს უნდა ჩაბარდეს და ძალიან მინდა ვთხოვო ყველა მეწარმეს, რომ დაინტერესდეს თავისი ფინანსური ანგარიშგებით, ვინაიდან ის ძალიან ბევრ საინტერესო ინფორმაციას ინახავს. რაც შეეხება ბუღალტრებს, კოლეგებო, გახსენებთ 1 ოქტომბერი გვიახლოვდება, ამიტომ რაც შეიძლება მობილიზებურად ეს ყველაფერი კარგად და დროულად ვადებში და დროულად, რა თქმა უნდა, თავისთავადია კანონმდებლობის პრობლემებში. რა ძირითად გამოწვევებს აწყდებით აი ამ პროცესში, ამ დოკუმენტაციის მომზადების პროცესში და სტატისტიკა როგორია, რა ძირითად ხარვეს თან გვაქვს ხოლმე საქმე? ხა სამსახურის წარმომადგენელი საუბრობდა, რომ აი ხშირად არ არის მითითებული, მაგალითად შვილობილია თუ არა შვილობილი საწარმოები და ასე შემდგომ. ანუ თქვენი პროფესიული გადმოსახედიდან რა ტიპის გამოწვევებს ვაწყდებით? მე ვიტყვი უფრო იმას, რომ აი სწორედ რაც წეგან ვახსენე, რომ თვითონ მეწარმეს ვინაიდან გონია რომ ეს არის მხოლოდ ფორმალური დოკუმენტი, შესაბამისად თვითონ აღრიცხვიანობის პერიოდში, ანუ მთელი წელი, როდესაც ბუღალტერი წერს ისტორიას კომპანიის, ხო, რაღაცნაირად ეს არის ხოლმე, ასე ვთქვათ, ნაკლებად მნიშვნელოვანი მეწარმისათვის და ხშირად ფიქრობენ, რომ საკმარისი არის საგადასახადო ანგარიშგება, ანუ ყოველთვიური დეკლარაცია. ხო, ის რომ აი მხოლოდ აქამდე დამკვიდრებული ტრადიციისამებრ თითქოს მხოლოდ დეკლარირება საგადასახადო სამსახურთან გევალება და შემოსავლების სამსახურთან და სხვა ტიპის დეკლარაციებს ასეთი განსაკუთრებული ყურადღება აღარ ენიჭებოდა, არა და ეს ანგარიშგების დოკუმენტი არანაკლებ მნიშვნელობის არის, პირიქით შეიძლება ძალიან სავალდებულო წარსადგენია მით უმეტეს. აბსოლუტურად, ვინაიდან ეს სრულად ასახავს, აი აბსოლუტურად სრულ მთელ პროცესს და კომპანიის მთელ ისტორიას ასახავს. აი კარგი ფინანსისტი, ანუ ფინანსისტ შეუძლია ზუსტი დიაგნოზი დასვას ფინანსური ანგარიშგების საფუძველზე, თუ რა არის გასაკეთებელი კომპანიაში, რამდენი წელი სიცოცხლე აქვს კომპანიას, რა უნდა გაკიდოს, რა უნდა დაიტოვოს, როგორ უნდა მართოს ფინანსები და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. რაც შეეხება თვითონ უშუალოდ გამოწვევებს, გამოწვევა არის სწორედ ის, ვინაიდან ჯერ კიდევ არის დარჩენილი ეს მიდგომა, რომ მოდი საგადასახადო აღრიცხვიანობა და დეკლარაციების ჩაბარება თუ ვადაში, ესე იგი კარგად ვართ და არ გვჭირდება ეს მიმდინარე ბუღალტერიის წარმოება და გადავიხადოთ 200 და 300 ლარი თვიურად და ვიყოთ ბედნიერები. სწორედ ის გვიფუჭებს ხოლმე საერთო სურათს ჩაბარების წინ, ვინაიდან არ აქვს ნაწარმოები ისტორიულად ეს ყველაფერი და შესაბამისად გამოდის, რომ ეს ყველაფერი რაღაცნაირად ქაოტურად ხდება, თუმცა აუცილებლად მინდა აღნიშნო ჩემი კოლეგების მზაობა და რა თქმა უნდა არაერთი გავლილი ტრენინგები დღეს მინდა ვთქვა, რომ ნამდვილად გამოწვევებისთვის, როგორც ცოდნის მხრიდან ბუღალტრებს დღეს ნამდვილად შეუძლიათ ამ გამოწვევების წინაშე ღირსეულად ჩართო. ძალიან საინტერესო რამ ნაწილ შეეხეთ, ანუ პრობლემა რა არის ძირითადად საწარმოოს ხელმძღვანელობის მხრიდან არასწორი დანახვა საქმის თუ დაუშვათ იგივე
პროფესიონალი ბუღალტრების, ანუ ამ შემთხვევაში, რომელიც ემსახურება ამა თუ იმ საწარმოს, მათი მხრიდან არაჯეროვნად შესრულება ან არასათანადო ინფორმირებულობა. თქვენ ახსენეთ, რომ ჩემი კოლეგები მზად არიანო ეს საქმე ბოლომდე და სრულ კარგად შეასრულონ. რეალურად პრობლემა და გამოწვევა ამ ნაწილში რომელ მხარეს არის უფრო საპირწონე? მე ვფიქრობ, ამ შემთხვევაში სწორედ უფრო ბიზნესის ნაწილშია, ზუსტად იქიდან გამომდინარე, რომ უფრო მეტი ყურადღება ექცევა ხოლმე გაკიდვების მუშაობას, ვიდრე აღრიცხვიანების. დიჯიტალიზაცია ერთ-ერთი კიდე სერიოზული გამოწვევაა, ჯერ კიდევ, რომელიც აუცილებლად მისახედია, ანუ ბუღალტრული აღრიცხვა უნდა იყოს წარმოებული ბუღალტრულ პროგრამაში, რომელშიც აუცილებლად ყოველგვარი მიზეზის გარეშე უნდა იხედებოდეს კომპანიის ხელმძღვანელი. ეს არის მისი საუკეთესო მეგობარი და საუკეთესო მრჩეველი. ხშირად გამიგია ბიზნესმენებისაგან, რომ აი რაღაც დრომდე ძალიან კარგად ვაკეთებდი ჩემ ბიზნესს და ახლა უკვე გადაწყვეტილებების მიღება მიჭირს. ვინ დავიქირავ იმისათვის, რომ გადაწყვეტილებების მიღებაში დამეხმაროს. არავისი დაქირავება არ არის საჭირო, საჭირო არის ჩაიხედოთ თავიანთ ფინანსურ ანგარიშგებაში, მეგობრებო, გაშალეთ ბალანსის ფორმები, გაშალეთ მოგებას არ არის უწყისები. ეს არის ზუსტად იგივე, რომ საკუთარ საფულეში არ ჩაიხედოთ და არ შეხედოთ სრულყოფილად იქ რა გაქვთ. ჩაიხედოთ ფლობს უზარმაზარ ძალიან კარგ სასარგებლო ინფორმაციას გადაწყვეტილების მიმღები პირისათვის და კიდევ ერთ დავამატებთ აუცილებლად თქვენი ეთერის საშუალებით. ეს საერთოდ ყველა ანგარიშგება არის გასაჯარავებული, ამიტომ ძალიან ხშირად ბიზნესს უჩნდება კითხვა ერთი და იგივე სფეროში ერთად მომუშავე ორ კომპანიას შორის კონკურენციის პირობებში მე ვჯობნი თუ ჩემი კონკურენტი. აი ზუსტად ამ ინფორმაციასაც ინახავს რეპორტალ G, სადაც აუცილებლად ნებისმიერ ბიზნესმენს, რომელიც არის დაინტერესებული თავისი კონკურენტის საქმიანობით, ან თუნდაც ვიღაცას ბაძავს და ფიქრობს, რომ ესეთივე წარმატება უნდა მას, აი სრული მთელი ინფორმაცია ფინანსური, სრულად რაც კი თქვენ გაინტერესებთ, აბსოლუტურად ყველაფერზე, ყველა კითხვაზე პასუხი შეიძლება. ეს დოკუმენტაცია ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საჯაროა ინვესტორებისთვისაც, რომ მათ რეალურად ნახონ უღირთ არ უღირთ ამა თუ იმ მიმართულებებით ფული შადება, გარდა რა თქმა უნდა ინვესტირება სხვა ბევრ ფაქტორზეც არის დამოკიდებული, თუმცა სრულყოფილად აი ამ დოკუმენტაციის წარდგენა ამ ნაწილში ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენი საუბრის ბოლოს თვითონ თქვენი კოლეგების მომზადების პროცესი, ხა თქვენ ახსენეთ, რომ რეალურად მზად არიან ამ ნაწილში. ტრეინინგები ტარდება თუ მათ შორის იგივე თქვენი ასოციაციის ფარგლებში, რამდენად კვალიფიციურად უდგებიან დღეს ბუღალტრები ამ ნაწილს? ძალიან ბევრი ტრეინინგი ტარდება, რაც შეეხება თვითონ ბუღალტერთა კავშირის აკადემიას. ბუღალტერთა კავშირის აკადემიაში მარტო წელს ფინანსური ანგარიშგების კუთხით და მთავარი ბუღალტრის კურსის კუთხით გავლილი სწავლება აქვს დაახლოებით 2000-მდე ადამიანს, რაც დამეთანხმებით სოლიდური რაოდენობა. რაც შეეხება მათ მზაობას სწავლებისათვის, კიდევ და კიდევ აუცილებლად გავმეორდები. აუცილებლად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კომპანიამ დაუფინანსოს ეს სწავლება და თუნდაც წელიწადში ერთხელ გადაამზადოს თავისი ბუღალტერი, იმიტომ სიახლე იმდენია, რომ ეს არის. თუმცა აუცილებლად უნდა ვახსენო და აქ პატრიოტიზმს მინდა გავუსვა ხაზი, იმიტომ სწორედ ბუღალტრის პროფესიაში ვინაიდან თვით განათლებას ეწევიან ყველა ჯერზე, რაღაც თითქოს ჩემთვის ეს ერთგვარი პატრიოტიზმიც არის, იმიტომ ესენი თავიანთი ჯიბიდან იხდიან თანხას იმისათვის, რომ ეს საკანონმდებლო მოთხოვნები სრულად კონდეთ ნასწავლი, მაქსიმალურად გადიან ტრენინგებს და რა თქმა უნდა ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ ჩვენ ყველანი ერთად ვაშენებთ ჩვენს ეკონომიკას. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის, წარმატებებს გისურვებთ და კვლავაც სიამოვნებით გიმასპინძლებთ ბიზნეს პარტნიორის ეთერში.